საბჭოთა წარსულის გააზრება დისკუსიები 2011 ფონდში ღია საზოგადოება საქართველოს ახალი გამოცემის პრეზენტაცია შედგა. წიგნში 2011 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული დისკუსიების ანგარიშები შევიდა. გამოცემასთან ერთად დოკუმენტური ფილმის დიდი ტერორის პრეზენტაციაც გაიმართა. ახალგაზრდა რეჟისორის სალომე ჯაშის ფილმი 1934-38 წლებში სტალინის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს ასახავს და იმ დროს რეპრესირებული ადამიანების ისტორიებს ეყვება. ჩვენმა პატარა ჯგუფმა, რომელსაც საბჭოთა კვლევების ლაბორატორია ჰქვია, გამოსცა წიგნი, რომელშიც არის ყველა ის დისკუსია, რომელიც გამართა ჩვენმა ორგანიზაციამ 2011 წელს და მოგეხსენებათ ჩვენ ვართ დისკუსია საბჭოთა წარსულის შესახებ. სხვადასხვა თემებზე, ეს არის თქვა ცენზურა, თქვა ლიტერატურაში ახდებოდა, პოლიტიკაში ახდებოდა ასე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები აქ ჩანს სხვადასხვა თაობების დამოკიდებულებები, კითხვები ჩვენი უახლესი წარსულის და კონკრეტულად საბჭოთა პერიოდის მიმართ, მოსაზრებები და შეიძლება ერთგვარად სახელმძღვანელოს საორიენტაციოდ გამოდგეს განხილული თემატიკის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საუბარი ლიტერატურაზე, კინოზე, დისიდენტური მოძრაობის თავისებურებებზე საქართველოს